გამარჯობათ მეგობრებო. როგორც ჩავწერე ლილიტის ტრანზიტზე კირჩხებში ვიდეო და დავამონტაჟეთ და დავდეთ დღეს YouTube-ზეც დევს და Facebook-ზეც შეგიძლიათ ნახოთ თუ არ გინახავთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიდეოა ლილიტის ტრანზიტზე, იმიტომ რომ შემდეგი 9 თვის განმავლობაში გვექნება ზუსტად ეს ტრანზიტი. გამარჯობათ. გილოცავთ ყველას აღდგომის დღესასწაულს, მეგობრებო. იმედია რომ მშვიდობიანად გაატარეთ ყველამ. ისე საკმაოდ საინტერესო კვირაულია ახლა, იმიტომ რომ მზის დაბნელება იქნება მალე 30 აპრილს, ჩემს წინა ლაივებშიც ვთქვი, ამიტომ ემოციური ფონი არის ცოტა არასტაბილური, განსაკუთრებით კუროების და მორიელების, ანუ ამორი ნიშნის და ვისაც პირად რუკაში აქვს ამორი ნიშნის გავლენა და რა თქმა უნდა სხვა ფიქსირებულ ნიშნებსაც ეხება ეს ლომი, მერწყული. გილოცავთ ყველას. ოპერაციაზე მოვიდა კითხვა მაისისთვის დასაწყისშიო. მეგობრებო, 10 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით იქნება რეტროგრადული მერკური და არ გირჩევთ ამ პერიოდში რომ გაიკეთოთ ოპერაცია. იმიტომ რომ რეტროგრადული მერკურის დროს ხშირად ტექნიკა ფუჭდება, დაუშვათ დოკუმენტებთან არის ხოლმე პრობლემები და გარკვეულ წვრილმა ხარვეზებს აქვს ხოლმე ადგილი. გირჩევთ რომ ეს პერიოდი არ გაიკეთოთ, რაიმე მნიშვნელოვანი ჩარევა განსაკუთრებით ჯანმრთელობის მხრივ. გამარჯობათ მეგობრებო. აპრილს მაქვს დაბადების დღე, იმედია. სხვადასხვა ხშირად ხდება ხოლმე ასე რომ ადამიანის დაბადების დღეზე არის ხოლმე დაბნელება ან მთვარის ან მზის. ეს არ ნიშნავს მაინც ცუდ რამეს, უბრალოდ თქვენს ცხოვრებაში იქნება კარდინალური სიახლეები და ცვლილებები. ამ შემთხვევაში გააჩნია მზე კიდევ მერამდენე სახშია თქვენს პირად რუკაში, სხვადასხვა ხშირია ხოლმე რომ ვისაც მზე აქვს მე-4-ში დაუშვათ ან მე-5 სახში, ხშირია ხოლმე დაორსულების ტენდენცია. ან მეორე-ში თუ აქვს დაუშვათ ფინანსური ცვლილებები იქნება. გააჩნია რომელ სახშია. გამარჯობათ. ხო, ემიგრაციას და მოგზაურობას რაც შეეხება, როგორც უკვე ვთქვი, 10 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით არ არის კარგი მოგზაურობა და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა, იმიტომ რომ გვექნება რეტროგრადული მერკური. და ვიცით ხო, რომ რეტროგრადული მერკურის დროს არ არის კარგი მოგზაურობა, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა ხდება. ხო, მეგობრებო, ლილიტი კირჩხებზე დავდა უკვე ვიდეო, თუ არ გინახავთ, ნახეთ აუცილებლად, მნიშვნელოვანი ვიდეოა და მაინც თითოეულ ჩვენგანს შეეხება ეს ლილიტის ტრანზიტი თავისებურად. მაინც შეეხება. არ ვიცი რაში მაქვს ეს როგორ გავიგო. პირად რუკაში გამოჩნდება, ანუ პირადი რუკის შედგენა და ანალიზი გჭირდებათ. თუ გაინტერესებთ ეს სერვისი, მოგწერეთ პირადში. მეგობრებო, ბევრი მესიჯი მოდის ხოლმე და ადმინები ვერ ასწრებენ, რომ ყველას პასუხი გასცენ, მაგრამ მაინც ვნახულობთ ხოლმე, შეიძლება რამდენიმე დღით გვიან ვნახოთ და გაგცემთ პასუხს ნებისმიერ კითხვაზე. ასე რომ არ მოგერიდოთ, მოგწერეთ, რაიმე სერვისი თუ გაინტერესებთ. ტყუპებს რა ელოდება. ხო, რაც შეეხება ტყუპს, ახლა ვინაიდან მზე კუროშია, მორიელებს და ტყუპებს, ანუ ამ ორ ნიშანს აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი.
ენერგიის დაქვეითების პერიოდი ტყუპებს აქვთ, იმიტომ რომ არის დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე პერიოდი და ყველა ადამიანს დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე უკვე იცდება ენერგია. ამიტომ ტყუპებს აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი და მორიელებსაც აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი. რატომ? იმიტომ რომ ეხა მზე არის კუროში და კურო და მორიელი არიან საპირისპირო ზოდიაქოს ნიშნები. და ასევე შეეხება იმ ადამიანებსაც, ვისაც პირად რუკაში ამ ნიშნების გავლენა აქვს, ასცენდენტი და პირადი პლანეტები. მერწყულს როგორი წელი ექნება? მეგობრებო, ბოლო 3 წელი მერწყულს აქვს საკმაოდ მძიმე, იმიტომ რომ სატურნი, კარმის სიგნიფიკატორი პლანეტა, გადის ამ ზოდიაქოს ნიშანს. სხვადასხვა ზელენსკიც მერწყული ამზით და ვენერით ამას ვამბობ ხოლმე ყოველთვის მერწყულებს რომ მეკითხებიან. შემდეგი წლის მარტამდე იქნება სატურნი მერწყულში და ამ ნიშანს აქვს ისევ კარმული პერიოდი. საკმაოდ რთული პერიოდია. გამარჯობათ, გილოცავთ, კი ბატონო, ვარ ტყუპიო და ამოისუნთქავენო და სატურნი მყავს კირჩხიბში და ამოისუნთქავ თუ ისე რთული პერიოდი გამიგრძელდებაო. ნუ მე ვთქვი რომ ამ ამოისუნთქავენ ის ტყუპები, ვისაც არ აქვს კარმული წლები დაწყებული დაუშვათ ან სატურნი მერწყულში, ან ვისაც კირჩხიბის გავლენა არ აქვს პირადი რუკით. ვინაიდან სატურნი გაქვთ კირჩხიბში, ამ სატურნს, სატურნი და იუპიტერი ეს ორი პლანეტა არ ითვლება პირად პლანეტებად, ეს არის სოციალური პლანეტები. ამ შემთხვევაში პირადი პლანეტები რო გქონდეთ კირჩხიბში, უფრო იგრძნობთ ამას, ამ ლილიტის ტრანზიტს კირჩხიბში. თუმცა გარკვეულწილად შეიძლება გარკვეულ კარმულ სიტუაციებს გქონდეთ თქვენს ცხოვრებაში ადგილი, როდესაც ზუსტი გრადუსული შეერთება მოხდება ტრანზიტული ლილიტის თქვენს ნატალურ სატურნთან. იმედია ძალიან რთულად არ ავხსენი, ხო? ანუ პირადი პლანეტები ვისაც აქვს, აი მზე, მთვარე, ვენერა, მერკური, მარსი, ან ასცენდენტი კირჩხიბში. ისინი უფრო იგრძნობენ ამ ლილიტის ტრანზიტს კირჩხიბში, ვიდრე ვისაც ურანი აქვს დაუშვათ ან პლუტონი, ან ნეპტუნი, ან იუპიტერი, ან სატურნი. იმიტომ რომ ესენი პირადი პლანეტები არ არის. ვერც როგორი წელი ექნებაო? ვერც ამ წლის ბოლოდან ექნება საკმაოდ იღბლიანი პერიოდი, იმიტომ რომ იუპიტერი გამარჯვების და წარმატების პლანეტა შევა ვერცში ამ წლის ბოლოდან 9 თვით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი წელი არის ვერძის. იმიტომ რომ შემდეგ წელს თითქმის მთელი წელი იქნება იუპიტერი ვერძში. ეხა ჯერ თევზებშია და თევზებს აქვთ კარგი პერიოდი, გამოიყენეთ თევზებო. ქალწულზე წამოვიდა კითხვა, ქალწულებისთვის, რა თქმა უნდა, პირად რუკაში თუ არ გაქვთ საპირისპირო მაჩვენებლები, ქალწულისთვის ვერ ვიტყვით, რომ არის იღბლიანი წელი. იმიტომ რომ იუპიტერი თითქმის მთელი წლის განმავლობაში არის თევზების ზოდიაქოს ნიშანში და ჩვენ ვიცით, რომ თევზი და ქალწული ანტაგონისტი ნიშნებია ასტროლოგიაში. ხო, მორიელებზე წამოვიდა ეხა კითხვა, როგორც უკვე ვთქვი, მორიელებს აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი, ასე 22 მაისამდე. მორიელებს და ტყუპებსაც. ამ ორ ნიშანს. კირჩხიბიო ლილიტის
წორში და რას ვერიდო ამ პერიოდში. ნუ ლილიტის დაბრუნების პერიოდი ჯერ არ გაქვთ, ანუ ეხა ლილიტი არის კირჩხიბში. გამოდის რომ ლილიტის შეერთება არის თქვენს ნატალურ მზესთან. ანუ მაინც კრიზისული პერიოდია თქვენთვის პიროვნულად. ანუ კირჩხიბებისთვის ზოგადად რთული პერიოდი დაიწყო ახლა 9 თვით, იმიტომ რომ შავი მთვარი არის ეხა კირჩხიბში. ამ თემაზე ვიდეო ჩაწერილი მაქვს და დავდეთ დღეს. და ნახეთ აუცილებლად YouTube-ზეც დევს და Facebook-ზეც დევს, მეგობრებო. სასწორზე ვნახე რამდენიმე კითხვა. მეგობრებო, რაც შეეხება სასწორს ამ შემთხვევაში, ეხლა მზე არის კუროში, ხო? ვიცით რომ კურო არის ვენერას ნიშანი და ითვლება რომ სასწორი და კურო მაინც არიან გარკვეულწილად დაკავშირებული ერთმანეთთან, იმიტომ რომ ორივე არის ვენერას ნიშანი. შეიძლება ითქვას რომ რა თქმა უნდა პირად რუკაში თუ არ არის დაუშვათ მორიელის გავლენა ან ტყუპის სასწორებსაც კარგი პერიოდი დაეწყოთ. რა თქმა უნდა ყოველთვის ინდივიდუალურია და პირად ტრანზიტებს და პირად რუკას გააჩნია. ეხლა მიწის ნიშნებისთვის არის კარგი პერიოდი, ეს არის თხის რქა, კურო და ქალწული. იმიტომ რომ ეხლა მზე არის მიწის ნიშანში, თუმცა გარკვეულწილად კრიზისული პერიოდიც არის, იმიტომ რომ მზის დაბნელება იქნება 30 აპრილს. მაგრამ, უნდა გავუძლოთ, მეგობრებო, ვინც გაფრთხილებულია, შეიარაღებული. და როგორც უკვე ვთქვი ჩემს წინა ლაივებშიც, 30 აპრილს ვინაიდან მზის დაბნელება გვაქვს კუროს ზოდიაქოს ნიშანში, ჩვენ ვიცით რომ ასტროლოგიაში მაინც კუროდ ითვლება უკრაინა, იქნება ამ ომის ისტორიაში გარდამტეხი პერიოდი. გარდამტეხი პერიოდი, რაღაცა გლობალური ცვლილებები იქნება. მე არ ვამბობ რომ დამთავრდება ეხლა, არა. მაგრამ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ამ ომის ისტორიაში, მეგობრებო. და დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები. სხვადასხვის ჩამიგდეს ჩემმა ნათესავებმა, ესე იგი, მე არ ვადევნებ დიდად თვალს ახლა მედიას, იმიტომ რომ მაინც ჩემს ფსიქიკას ვუფრთხილდები, ძალიან მძიმე კადრები ვრცელდება, მეგობრებო, მაგრამ ჩამიგდეს ასეთი ნიუსი, ასეთი სიახლე მე ჩემს წინ რამდენი თვის წინ ვთქვი ჯერ კიდევ. ვიდეოში რომ იქნებოდა პროტესტი თვითონ რუსეთის ჯარში. და ჩეჩნეთშიც არეულობა. პრინციპში ეს პროცესი უკვე დაიწყო. რატომ? იმიტომ რომ მე ვნახე სტატია ჩამიგდეს ჩემმა ნათესავებმა, შენ როგორც თქვიო, ისე მიდისო, რომ უამრავი რუსი ჯარისკაცი გადასულა უკრაინის მხარეს. და მოაწყვეს ერთგვარი ბუნტი, აჯანყება ჯარში. ვნახოთ, რა იქნება, მეგობრებო. მე იმედი მაქვს, რომ მაინც გამოფხიზლდებიან. გამარჯობათ, მეგობრებო, ვინც ახლა შემოხვედით. მშულდოსანიო, მშულდოსნის პირად რუკას გაჩნია, თუ მშულდოსანს აქვს პირად რუკაში თევზის ან მორიელის გავლენა, ექნება საკმაოდ იღბლიანი წელი, იმიტომ რომ თევზი და მორიელი არის ამ წლის ორი ფავორიტი ნიშანი. ისე ნეიტრალურია ამ ნიშნისთვის. ხო, აქვე გავაკეთებ მაინც disclaimers, რომ მაინც რომ საუბრობთ ახლა ჩვენ ზოგადად, ხო, რომ დავუშვათ აი ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის როგორი პერიოდია, მაინც უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ინდივიდუალური და გააჩნია თქვენს პირად რუკას.
ხა ყველა ლომს ერთნაირი პირადი რუკა არ აქვს და არც ყველა მშვილდოსნას და არც ყველა კუროს და არც ყველა სასწორს, ხო? ეხა ყველას ინდივიდუალური მდებარეობები აქვს, ამიტომ ყოველთვის ვამბობ ამას, რომ უნდა იცოდეთ თქვენი პირადი რუკა. და თუ პროგნოზი გაინტერესებს, ტრანზიტული რუკა უნდა შედგეს. ეს ცალკე დგება საერთოდ. პირადი რუკა არის მუდმივი და ტრანზიტული არის ცვალებადი, იცვლება ამ შემთხვევაში თვეების და წლების მიხედვით. კირჩხები და კურო. კირჩხები და კურო, როგორც წესი, კარგი წყვილია. ერთგვარი soulmate-ებიც არიან, მონათესავე სულები, ერთმანეთს კარგად უგებენ ხოლმე. კარგი ოჯახური წყვილია კირჩხები და კურო. რეალურად. რა თქმა უნდა, სინასტრიას გააჩნია იქ ორივე პარტნიორს რა პლანეტები აქვს და რა პლანეტარული თანხმედრაა. მაგრამ ზოგადად კარგი წყვილია ხოლმე კი. და ოჯახებისთვის კარგი წყვილია. ჰაერის ნიშნებს უფრო დაეწყებათ კარგი პერიოდი 22 მაისიდან. ჰაერის ნიშნებია რა? ჰაერის ნიშნებია ტყუპი, მერწყული, სასწორი. ამ ჰაერის ნიშნებს დაეწყებათ უფრო კარგი პერიოდი 22 მაისიდან, როდესაც მზე შევა ტყუპებში, ანუ ჰაერის ნიშანში. ეხლა ჯერ მიწის ნიშნების პერიოდია, მეგობრებო, ეს არის კურო, ქალწული, თხისრქა. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვი, ენერგიის დაქვეითება აქვს მორიელს და ტყუპს. პირადი დიახ, გვაქვს პირადი კონსულტაციები, მოგწერეთ პირადში. ხო, ვისაც გამოწერილი არ გაქვთ, გვაქვს ჩვენი YouTube არხიც, იგივე სახელია, Astro Guru ინგლისურად და იგივე ლოგო და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ასევე დაგვასაბსქრაიბოთ YouTube-ზეც გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. YouTube-ზეც ვდევთ ხოლმე ვიდეოებს. კურო ტყუპიას წყვილი გვაინტერესებს ალბათ, ხო? გვერდ მდებარე ნიშნებია, კუროს მერე მოდის ტყუპი. თუმცა მაინც კონფლიქტური წყვილია, იმიტომ რომ ერთმანეთს არ გვანან ამ შემთხვევაში. ტიპიური კურო უფრო სტაბილურობისკენ არის და ტყუპი არასტაბილური ნიშანია ამ შემთხვევაში. თუმცა რა თქმა უნდა, პირად რუკებს გააჩნია ორივე პარტნიორის. ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. 14 მაისი კუროა, დიახ. ხო, ჩაწერასთან და კონსულტაციებთან დაკავშირებით მოგწერეთ მეგობრებო პირადში. მშვილდოსნისთვის ყველაზე კარგი პარტნიორი რომელია? შეიძლება მშვილდოსნისთვის მერწყული ამ შემთხვევაში. მერწყულებს როგორც წესი კარგად უგებენ ხოლმე მშვილდოსნები, კიდევ შეიძლება ლომი, ვერძი. და სხვადასხვა ხშირად ვხედავ ხოლმე კიდევ მშვილდოსანი თხისრქის წყვილს, იმიტომ რომ შემდეგი ნიშანია და მშვილდოსან მორიელსაც. ხშირად ვხედავ ხოლმე ამ წყვილებს, თუმცა მშვილდოსნისთვის უფრო კარგია სასწორი ამ შემთხვევაში, ვიდრე მორიელი. მაინც ჰაერი და ცეცხლი ერთად უფრო ბალანსირდება.